ფუფუნავა და მოძალადე კაცი. ხარ, ხო, დაგირეკა შენ? აუ, დამირეკა და გაგიჟებული გამოიქეცი. მე კაფეში დამელოდეთო და რა ვიცი. აი, მე ნეტა რა ჭირს, როგორ არის და რა ხდება იმ საქონელს დაშორდა საერთოდ. აუ, ძალიან ნერვიულობ რა, რამე ხوار დაუშავა. მე ეგეთი რაღაცა არ გამიგია. თან ცემდეს თან უყვარდეს ამას, არ ვიცი. აუ, არ ვიცი რა, ძალიან სულელი. მოვედი. როგორ ახართ? რავი, შენ როგორ ახართ? რავი. თქვენ? გოგო, ეს რა არის, გოგო? გოგო, არაფერი გიორგი მცემა. არაფერი გიორგიცემა? ანუ ესე ამბობ რო გცემა რომ არაფერი? ხო, ხო. აი ხა, როდის უნდა დაშორდე და დაუსვა წერტილი მაგ საშინელ ურთიერთობას. როდის შორდები? დღეს. მოიცავთ? კი, გადაწყვიტე, რომ დღეს საბოლოოდ დაუსვა წერტილი ჩვენს ურთიერთობას. ფაიმე არიქა, გონება გაუნაცდა, როგორც იქნა. ანუ მიხვდი ხო საბოლოოდ, რომ კაცი, რომელიც ქალს ხელს დაარტყავს, იმას არც უყვარს, არც ჭირდება ქალი და უნდა მოიშორო ცხოვრებიდან. არა, გოგო, არა, რომ ცემს მაგიტო კი არა. იმ დღეს რომ ცემა არც მომესიყვარულა, ისი ადგა და თავის ცოლთან წავიდა. გესმით, ეს როგორ ვაპატიო? გოგო, შეხوار გასულანდუ. აი, არა უშავს, რაც მთავარია, შორდება. ოღონდ უეჭველი დაშორი. შემომხედე? უეჭველი დაშორი. უეჭველი, შორდები. არ შეიცვალო არასოდეს. რა გინდა, რატო დამირეკე, რატო სასწრაფოსა რა საქმე გაქვს? ხო იცი რომ არ უნდა დამირეკო, არა იგეთ დროს, არა რომ არ წავიდე. აუ, გიო, მიყვარ ხარ და ტელეფონში რო არ მეთქვა და ესე რეალურად მეთქვა შენთვის პირდაპირ, მაგით. თამარა! არა, მიყვარ ხარ კი, არა გშორდები გიორგი. ხო. რა? ხო, რაც გაიგე. რა მაგუაზ რომ მიზეზის გამო მომიყვანე, გოგო? შენ ნორმალური ხარ ამ წავედი ეხლა მე უნდა წავიდე, შენ დამშვიდდი და რომ მოვალ მე დავილაპარაკო წყნარათან შვიდად რა. არა, გიო, იცი რა, მაშინ რო დამშვიდდები დაგირეკავ. გოგო! დაგირეკავ კი არა გშორდები გიორგი. სერიოზულად არის საქმე. რა სერი რა? არ ხუმრობ. ვაიმე, ვუთხარი. არ ხუმრობ, გშორდები დღეს, აქვე, აი ამ წუთში. გშორდები. აი მახსოვრე. რა გოგო, შორდები. შენ მე ეხა იცი რისი ხარ? აი რისი ღირსი ხარ? იცი აი ეს რუსული ოქრო რა შენთვის რომ ვიყიდე იმენა რომ შესაძლებლად მეჩვქებინა, აი ეს უნდა გაგიკეთო კისერზე ადამიანმა ხელზე და უნდა დაგახჭო ესე. ოღონდ რაღაც მუსიკას ნაუწერო, შენი კივილის ხმარ გაიგოს არავინ რა. ფულმენა. გესმით რა თქვა? კი, გვესმის. რა რომანტიულია, წარმოიდგინეთ, ანუ თან მკლავს და თან მუსიკა უნდა ჩავრთო, ფონათო. აუ, გიო, რა რომანტიკოსი. შენ გოგო, იმბეცილი ხო არ ხარ? რა რომანტიკოსი, რა ეს ბოდიალობა. არა, მართლა ყელში ამოვიდა გიორგი გშორდები. დღეს გადაწყვეტილია, აღარ შევცვლი გადაწყვეტილებას. მორჩა, ძალიან კარგი. გშორდება. თავარ მომისმინე. მოდი ახლა შენი საყვარელი კოქტეილი შევუკვეთოთ ბარში. ცოტა დავლიოთ, მოვდუნდეთ და ისე ვისაუბროთ, კაი? აუ, მე რომ მიყვარს. გოგო, დაჯერჯი რა. აუ. არა, გიორგი გშორდები და დღეს ეხლა მოვა ჩემთან ადამიანი, რომელიც შენ დაგელაპარაკება სერიოზულად. და იმას დაელაპარაკე. აუცილებლად, მაგრამ იცოდე, აი ესეთი პირუტყვი შენს გვერდზე არ უნდა იყოს თამუნა. დაშორდი და გაუშვი შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ. აი ესე იგი დამშორდეს, ხო შენ გადაწყვიტე, ხო უნდა დამშორდე. ხო და მაშინ თუ დავშორდით იმ სალონსაც ხურავ რა და ძალიან მაინტერესებს სად იმუშავებ და სად გაიკეთებ თქვენ შილაკებს და თმეებს რა. ეს ძალიან მაინტერესებს რა. კი ბატონო, დავშორდეთ, არ არის პრობლემა. დაემშვიდობეთ სალონსაც. გოგო, დაშორდი ესე პირდაპირ კი არ დაშორდეთ ხო? ანუ ცოტა ხანი რაღაცა პაუზა აიღე და ცოტა აწვალე უბრალოდ შერიგებაზე. გოგო, იცი რა, სიყვარული ვაფშე მაგარი, ბოდიში ერთსამით. მოდი არ დავშორდეთ ერთმანეს და რამე ახალ ბიზნეს მოგახოდნებ დაგაწყებინებ, გინდა? აუ, რა ბიზნეს? რამე რაღაც დიდ ფარც ავიდებ რა ეს შენთვის და ის უპატრონო თავშესაფარი გახსენე და ეს უპატრონოებს შეყარე შიგ და შენ ბოზანდარა დაგა. დაგაყოლებ თავაზე. ჩემ მეგობრებზე შენ. აი მე როგორ? აუ, ძალიან ცუდად. რატო, რა ცუდა, ვინ არის გოგო მეგობარი ამათ შეხედე. ესენი არის სატანა ყველაფერი ამათი ბრალია. არა, ხა ჩემ მეგობრებზე. აი ხა ჩემი მეგობარი მოვა აქ. და იმას დაელაპარაკე. ვინ შენი მეგობარი მოვა? დაელაპარაკება უფრო სწორად. ვინ შენი მეგობარი? ვინ? იცი ვინ არის შენი მეგობარი? აი გია სურამელაშვილი რო ვიდეოებში ახსენებს, აი ეგ არის.
მოვა ეხა და დაელაპარაკე. დაგერხევა. შენ ნახე რა აი გოგო გადი რა გამანები თავი თქვენ ვაფშე ხმა ჩაიგდეთ და მან დაეგდეთ ჩუმად რა. ეს არაფრის მაქნისი გოგოები. შეპირუ შენ ხო არ გონია ჩვენც მოგიჭმენთ. ჩემი ფუფუ. თამა როგორ ხარ? თოზე რა გჭირდო? აუ მოგიყვები. მოდი. რა ხდება რა? ფუფუ. ეს არის გიორგი. მოიცერწამთ ეს გახუნებული ბაბუაწვენა რატომ მომიყვანეთ? ვინ ჯანდაბა? აი ეს მომიყვანე გოგო საქმის გასარჩევად? ვინ არის ბაბუაწვერა ბიჭო? აბა რა არის გოგო ეს შეხედე სული ხორნა შეუბერო. ვინ ახარ ძმაო შენ ვაფშე? მე ვინა ვარ ძმაო? ხო, ვინ ახარ? შენი სახელი და გვარი გაინტერესებს ძმაო? ვინ ახარ მეთქი მესამედ გეკითხები ბიჭო? ხო, მაინტერესებს ვინ ახარ? ბომონდი ვარ პუპუნავა. ეგრე. აი ეგრე. ბომონდი ვარ ბრატ პუპუნავა. ხო და იყავი მე რა გინდა პუპუნავა ხარ თუ ვინ ახარ? გამანებით აი ვაფშე რაზე მოხვედი აქ ძმაო შენ? შენ ახარ ძმაო რომ ჩემ დაქალებს რაღაც აწიოკებ და ჩაგრავ და რაღაცა ჩემ თამარს გინდა რომ შეურაცხებები აყედა. ბიჭო მომისმინე მე და თამარ თუ რამე პრობლემა გვექნება ჩვენ თვითონ მოუგვარდებით ერთმანეთში რა. შენი საქმე არის თუ რა გინდა ვაფშე? ვაფშე რაობნელი ხარ ძმაო, ა? საბურთალოები. საცხოვრობ საბურთალოზე ძმაო. ვაჟაზე ვცხოვრობ, სმაო რა არის? საცხოვრობ? ვაჟაზე. ვაჟელი ხარ. კი. ვაჟაზე ვის იცნობ ძმაო, აბა ავტორიტეტებს იცნობ? რავი, შენ ვის იცნობ? ზოგმეთ ბუსკას იცნობ ბუსიაურ ძმა? ვისა? ბუსკა ბუსიაურ იცი? არ ვიცნობ, და ზუკას? ბუჭიკას? ზუკა რა ავტორიტეტი არ გამიგია, ზმაო ეგეთი არავინ ვარ. ტატოს იცნობ ძმაო ბუტიაურს? არ ვიცნობ, ზმაო. არ იცნობ ძმაო? არ ვინებს იცნობ, ბიჭო, ვაფშე არ ვიცნობ, ზოგ ეგეთ ავტორიტეტს არ. ძმაო გეუნები რა. ტრაკი დააყენე თორე დაიკარწმე. ტრაკი დავაყენო კი არა, შენ ახლა იცი ვაფშე რას გიზავ? აი იცი რას გიზავ, ბიჭო? იცი რას გიზავ მე კი? აი რას გიზავ, ბიჭო, იცი შენ ვაფშე? თურამის გაკეთება კიდე მალექენი ის. დროზე საშუალე დააყენე თურამის ერთი წუთი თამარ. დაჯექი გეხოცები ნუნერ გოგოერო რა. ამის აბლადაო ზად არის. შენ ძმაო მომხედე? გისმენ. მე რო გელაპარაკებ, ეძები გელაპარაკებ. ერთი წუთი თამარ დამიგავე. ერთი რამე იცოდი ძმაო რა. შორს დაიჭრე ჩემი დაქალისგან საქმე, გაიგე? თორე შენი ბინძური აურა აბინძურებს, გაიგე? ჩემ ლამაზ გოგო. და მეორე ეგეთი რაღაც არ გაბედო ძმაო რა, გაიგე? თორე მიჯირყვნები ჩემო ძმაო, გაიგე? და შენი გოიმური სახე აქ არავის აინტერესებს. მომისმინე ხა გისმინე და რაღაც სიტყვები ვერ გავიგე, მაგრამ სახეზე გაწერია რომ მაგარისაცემი ხარ რა და აი ახლა ამ წამს შევასრულებ მაკვადრებს და დაგშლით წლებში ბიჭო. რა გინდა ბიჭო, ვაფშე გამაგებინე შენ. რა არის? რა გინდა მეთქი ბიჭო, გამაგებინე. მე რა მინდა ბიჭო? მე რა მინდა თუ რა გინდა? რისთვის მოხვედი მეთქი აქ გამაგებინე ვაფშე. გოგოებს თავი დაანებე მეთქი ძმაო და იცოდე ვის რომ ელაბარაკო. ხო, აგუ პატრონო არავინ არის, ხო ფუფუ? აგუ პატრონო არავინ არის, ხო გოგო? და ვინ არის ამათი პატრონი? თელი სალონი ამათი პატრონია ძმაო. თელი სუხველა ჩვენ სალონი ყველა ჩვენი პატრონია. ჩვენ და საერთოდ იცი რას გეტყვი ახლა? ძალიან ხელში ამოგვივიდა უკვე შენი საქციელები და ნორმაგად ამომივიდა მე პირადად ხელში. ორმაგად ამოსთან რას ნიშნავს ერთი გამაგებინე შენ? ანუ ჯერ პირველ რიგში ჩემს გოგოს როსცემ აი ეგ ამომივიდა ხელში და მეორე კიდე ყოველ მეორე დღეს საჩუქრებით რომ მოდიხარ და მე და ანა აქ რომ ბოხებისგან ვსკდებით აი ეგ ამომივიდა ხელში. ანუ ორმაგად ამომივიდა. აი შეხედე ხა ამათ შეხედე არაფრის მომცემი ხალხი. ვაფშე ფეხებზე მკიდია თქვენიაზე აქ ვიცახარ ზოღალას. იმენა ფეხებზე მკიდია. რიტი ანა ზემოდან ხებოთ. ერთხელ ხომ მოგწუდები და მაგრამ დაგერხევა შენ. კაი, ახლა დაწნარიო. მოდი. დაჯექი შენ ვარ. მოდი. ხო დამჯდები. ამას უყურე შენ და შენ მომისე გოგონი ეხლა აღარ გინდივარ ხო და ეხლა აღარ გინდა ჩემთან სალონი რო გაგიხსენი მაშინ გინდოდა ხო მანქანა რო გიყიდე ოქროები რო გიყიდე ამდენ საჩუქრებს რო გადავდე მაშინ გინდოდა ხო ჩემთან იქეთ ის გაგიხსენი აქეთ ეს უყიდე იქეთ სახლი უყიდე იქეთ მანქანა უყიდე მაშინ მოგწონდი მაშინ გიყვარდი ხო და ეხლა აღარ გინდივარ ხო ერთი წუთი ანუ რაო ანუ სალონი უყიდე მანქანა უყიდე? კი, ოქროები. ოქროები უყიდე? კი. შენი ნაყიდია ეს ყველაფერი? აბა რა არის, ჩემი ნაყიდია, ძმაო. ვიშორდებო
ყوارა გაკ. ვიშორდები. აი ფუფუ ნახე რამჭი. არა უშავს იქით. ფუფუ თვალს დააკვირდი. იქით თვალი ჩაიყენე სარკეში არ არის პრობლემა. სუცემს ფუფუ. მიდი ხა ბოლომდე მიაწექი რა რისთვის მიგიყვანე. ერთი წუთი შემოძმო რა ბოლო ჯერ გელაპარაკები რა. ერთი რამე იცოდე რა. თამუნა ეს გოგოები ეგრე ხელ წამოსარტყველები არ არის. აი გრე. გაიგე? ბიჭო, ერთი რამე დაიმახსოვრე რომ ამ გოგოებს ჩემი სახით მბარველი ხარ. მომისმინე ერთ წამი ჩვენ რაღაც არსებავ. ეს გოგო ჩემია და რასაც მინდა იმას უზავ. მინდა ნეკნებ ჩაუტრევ, მინდა თავის ქალას გაუტეხავ და მინდა გაუმთელებ. შენ მაგას არავინ გეკითხება, ბიჭო. ორი ნეკნი მაგ მე დაზიანებული. ხო შენც გაგიტეხავ თუ გინდა კიდე ორს დავამატებ და მე გამიტეხავ. რა თქმა უნდა გაგიტეხავ. კი აქვე ეხავე. ხო. ვიძაბება. კაი კი არა ბიჭო იმენა რისი ღირსი ხარ პროსტა გამოდი ერთი აქეთ გამოდი ერთი აქეთ გამოდი ერთი აქეთ და ფიქსები ერთი რა გინდა ვაფშე და რისთვის მოხვედი ბიჭო აქ ამ ხელაკაცი ვიღაცა დამიდეკი აქ რა ბაბუა წვერა იმენა სულ იგივე რა გინდა ბიჭო აქ მოხვედი კაცი ხარ რა არსება ხარ ვაფშე მიდი პუპუ და ყველან გაინასწორეს ბიჭო! ბომონდივარ! პუპუნავა! იმერლები იტალიაში დინას ძარცვა. აი ბიჭო, ქენი რამე რა შოვი? აცადე. შედის. არა, ბიჭო. აუ, ეგი რა ფერუცებ გააღეს, სიმონ. ჰე, მიდი ხა დევერიო, სიმონ, დავაი წევი და. ამაზი რა არის? მალადეთ, ბრა, შენ რა ფერი ხელი ქონია, სიმონ, უცებ გააღო, სიმონ, კარები, მალადეთ, მიდია შენ. ოჩა, ზამია შენ. ჰე, მიდი ახლა დაიწყე, სიმონ. რა დავიწყო, ვიღაჩე, მე გავაღე, კარები თუ არა, ახანა ხელს ვერაფერს ვერ მოვგიდებ და ვერაფერს ვერ წევიღებ სახში. სულ ბებია ჩემის სული დამაფიცა მამაო. ბიჭო, რა მამა უნდა გამისა? ბებია შენის შევი ნორმალური ხო ხარ, ვიზია შენ? ჩამავედი, ბიჭო, იტალიაში გააზრიე, ხელი, ბიჭო, რა ის მამაო, ის მამაო, ბიჭო. რა გინა, ვაჟია, ახლა ვერ გავიგე, მე გითხარი, ახანა გავაღე, კარები შემოგიშვი შენ, გეიგე და. აბა ბებია ჩემის სული ტყუილდება. მე შემომიშვი, მე ხელი არ უნდა გაარგიო, ბადარა, იქანა ბიჭო, დაცხარაცხეები რო უნდა და არ უნდა გაარგიო. ხელი და ახვალ მასე გუდეში პიცით, ბიჭო. რა ვქნა ახლა, მე ბებიის სული ტყუილზე დავიფიცე, ასე გამევიდე? ბიჭო, მომხელე, მოდი, აგე, გაგიგე, ვაჟია, აი ახლა სიმონ. ჩვენ იმიზა ვართ, აგანა ჯამოსულები იტალიაში ჩვენი და განა რა ხდება? ოკეი. აგე შემომღერე სიმონ მე. საქმეს რო ვაკეთებ, შეხედე რამაცია სიმონ. არა, საო. ეგი ზამბროტა სახლი რო გავტეხე იქიდანაა, ბრატ. ეგი. საო, მაგარი ძმანები. შეხედე, პროსტა სიმონ, შეხედე. ეგი, საათი. საათ შეხედე სიმონ. გუჩი, ნაღდი სიმონ. საოს. შარვალი შეხედე, ბიჭო. დოლჩე გაბანა, ბრატ. საო. არა, დეკოსმელები? ლევანტო, სიმონ. აი, ახლა ვაჟია, სიმონ. დოლჩე გაბანას ელევანტო, აი, ესე თეიჯერი სიმონ. აი, ბიჭო, მე შეიძლება იტალიაში ვარ, მაგრამ ქუთაისურ მიწაზე ვდავარ, ბრატ. აუ, საო, ლეგ მაგი მაგარია, აუ და გურჯგლა სიმონ. ბაზარი არ არის სიმონ. მიდი დავაიგელოდების. ეგი, არა, დამარა, სიმონ. ეგი რა, სიმონ, ბომბანერგა რატო დააგდე, სიმონ, რა არის ეგი, სიმონ. ოჯახში პირველად ვარ, შემოსული. ხელსარიელი ხوار შემევიდო, თვი, ვაჟია. შენ ბიჭო ნორმალური ხარ, საერთოდ. შენ ვაფშე რანაირი მომბარავი ხარ, სიმონ. ბიჭო, შენ ვინ ხარ? ბიჭო, ჟაკუთეიზელი არ ხარ, ბიჭო? აბა. შენ ბიჭო, ჯერ აკაური პოლიცია რო გამოგეკინა, სიმონ, კარაბინერები თუ იცხეები არის, რა ფერ უნდა გეიქცე, სიმონ, ამენ მოტუკუნებული ხარ, ბიჭო, რა, სიმონ. რა გინდა, რას ვაგებ? ვისერე გასაქცევად, მაგ საქმე ძამი. თუ რაში, ვერ გავიგე, ხა რას ვაკეთებ? მე ისეს რო გევიქცე და გასაქცევად ხონდა სამ. ბიჭო, აუ, ძაღლო, მე მგონი ჩემი და თქვა. ბიჭო, ბიჭო, მარაფერი, სიმონ, დაჭე, ბიჭო, მარაფერი, იტალიელი, სიმონ, დაჭე ტელევიზორს უყურებ, სიმონ. აუ, pronto, სიმონ, აბარაო, სიმონ, pronto. ამას ბარო ვაჟია რა ვახარ ბიჭო შენ რა არ მიხეთქე სიმონ ქუთაისელები სიმონ დაღლობა დაგვადგენ თქვა სიმონ ჩვენებია ქუთაისელები არის არა ბიჭო თბილისელი ქუთაისელია ბიჭო არა რა იგი ისივი რა ბიჭო პიკესა შაკირა სახლი რო გაიდანა იგია ეგია მაგი მაგი ვარ მაგი
ვაჟია, ვიო ლეგენდა კაცი, სიმონ, ვაჟი. გამიხარდა სიმონ, შენი ნახვა, მაგრამ ამ ბაიჭი ჩვენ რა ვიყავით, ჩამოსულებით და რატო შემოყვებით, სიმონ? რას ქვია, თქვენ იყავით, შემოსულ ბაიგთის წასაღებად, რა ქარა მოსული იტალიაში დასასვენებლად ია ჩამოსულა, ვიო. ეგ ისი ბოშია, სიმონ, რა ბაღანა, ეგ ვინა? ვინა, ვიჯო, ბოში იგია. ბოში იგია, ვიჯო. გაჩერდი, ვაჟია, რა ბოში, შენ ძოვასა ხელია, ვიჯო. აღებს ყველაფერს ვაფშე, სიმონ, მაგარი ხელი, სიმონ. მაგრამ ამაცა სეიფი გააღო, თვითონ მე პატრონე ვერ აღებდა, სიმონ, ამა გოუღო, ვიჯო. მე პატრონეს გოუღე, სიმონ. ხომ აგა მიღეო და კაროჩე გოუღე და რო შეწიკა შიგნით ყველაფერი მე გამოვწიკე ისენი რაც ხაიქანა შეწიკა ბრა შენ ამას ვიჯო მაგარი მომავალი აქ სიმონა მაგარი შენ ძმობას მიცავარი მე და ბოშია მაგარი ძმაო ხელია სიმენა ხო არა ძმაო მაგირასია ხა გეტყვი სიმონ ამ ბაიც ბრატ გევიტანთ ჩვენ სიმონ მე თქვენ რატო გეიდათ რა რატო და კაროჩი ამ ბაიც 4 წელია ვაკვირდებით სიმონ 4 წელი რა ფერ არის რო ვაკვირდებით რა კაროჩი ბალავარი რო ჩაასხეს სიმონ იქედან მოყოლებული ვაკვირდებით მაგარი ნაშენები არის შენ ზოგას მიცავარი მენა ბაითია იმის დედავა საბიჯო რანაირა რო სხაბნიაკზე იმენა ამ ბაითის ტენდერი ჩვენ მევიგეს მაგო და რანაირა ჩვენ ვერ გევიგე რა თქვია 4 წელი და ბალავერი არა ის მინი ახლა სიმონ შენ შეიძლება მეიგე მაგრამ მაგის მერე ბასმაჩიამ დარეკა გეგუთიდან გეგე და მაგ ტენდერის გამარჯვებული სხვა დანიშნა გეგე ბიჭო ხო და ჩვენ შესაბამისად პროცენტი ავწიეთ ძამი დარე ოფში აქ შესაძლებელი პროცენტი ბრა თუნდაც რა გასაგები მაგრამ ასე არა ძმა მაგრამ გამოვა მასე ძამი რატო არ გამოვა ჩემი ძმა სიმო იმიტომ რომ ებაითი მოდი ძმა დაგვითმე ბრა ებაითი დაგვითმე ჩვენ ძმაკაცურად გთხოვ გამიგე ბიჭო ჩვენს უკან ძმაო ჩვენი ოჯახები დგას ბრა იმის უკან კიდე ხალხი დგას ძმაო და ასე არ არის ბრა მასე მე ტყიდან გამოქცეული კი არა რა ქარა მეც უბნიდან და ოჯახიდან მოვდივარ ბრა თუ მასე აუ მაგარი ვოში შენ ჩემი ძმა რა მე ზასტაველი ვარ ძამია კაროჩე ჩემ უკან მთელი ზასტავადგია და შენ უკან რა უბანიდგია ძამია საიდან ხარ შენ ჩემს უკან ძმაო ზაოდი დგას ბრა შეგერი ამა საგინახია პერსონალური ზაოდი ჩემი მაქსიმუმ ჩამოვიდე შენ გვერდში რა ზაოდი გამიგე შენ მე იხედე ბრა ეხლა აღე ძამი გევიგე ძმაო იქანა ზასტაველი ხარ და იგი მაგრამ ქუთაისში ვის იცნობ ძმა? რა ყველას რა. ყველას ძმა? კვაჩალიას იცნობ ძმა? კვაჩალიას აფერაურის ერთი ოჯახის წევრები ვართ, ერთად ვართ გაძილები რა. ხო ბრატ? კი, იმენ. კუჩალიას ბრატ? კუჩალია ვაფშე ბიზაჩემის ნათლულია. ჩემი უბნელი არის, კაროჩე ვიცნობ, ძალიან ახლოს დაიგი. ხო ბრატ? კი. კვაჩაჩუნას ბრატ? კვაჩაჩუნა ვაფშე ჩემ გვერდში პატიესში ცხოვრობს და კაროჩე უბნელი და ყველაფერი ვაფშე ბრატ. აკაკის იცნობ ბრატ? აკაკი? წერეთელი აკაკი. აუ მეცნობა ბიჭი. პირველ სკოლელია მაგი? პირველ სკოლელი აკაკია წერეთელი ვინ უნდა იყოს? ძროსლია სიმონ ძროსლი იქნება, მაგით არ მე არა და ყველა ვიცი პირველ სკოლაში. სიმონ ძროსლია. აღარ არის ცოცხალი. მაგარი კაცი და. მაგი გორის სასაფლაოზე ხო არ არის დასაფლავები? გორის არა ბრატ, მაგი თბილისში რო გორა არის, იქანაა დასაფლავებული. ყავატროპიები არ გვატანენ სიმონ. აუ, ეგი რა მაგარი საათი ეგი რა საათია? ამას კაროჩე წოუგებ მამა. არა და მაგერ ვიყავით. რა თუ მაგსად, მამას რა? ეს კი არ უნდა, აქან რო დადიხარ, პაცნო და წოდებ ჩადიხარ, მაწოდებს მონანიება არ უნდა. მე 2000 ევროსი დაწოდები ჩაიდინე, 2 წუთია, მაიცა ხა შემოსული მე. ვინა ჩევიდინე, შენ რა იცი? რა ვიცი, მე ინანი, რა, მაშინ. ხო და მე ვინანიებ და წოუგებ, თქო გეუნე, ვისი რა. კაი ბიჭო, მართლა კაი საათე ნუჩხუბობთ ახლა და დავაის, თუ რამე არის მოსაწესრიგებელი ამ ბაიჩი მივყვეთ ახლა და იმას ხა მივხედოთ ყველა. აი ბიჭო, მე მიხერე, ლისტი ხარ, რაგანა შემოსულებ, დატრიალი, ზემო რაგანა მე პატარა ცოტა მეძინება, ცოტა დროულად გავუმთავრე ბიჭებო და მე 2 საათი მჭირდება მე სიმ. მე 2 საათი რასთვის გიყავ რა? 2 საათი მჭირდება რომ არ უნდა დავაწერო ბაიცე კედელზე სიმონ ახანა იყო იგი მაგი არ უნდა დავაწერო სიმ. 2 საათი რა ამბავია, შეგას 2 საათი რა ამბა, რასაც რამდენ სიმონ მაგარ ნაკეთლებს. ბაჟია, მომისვენე სიმონ, მე თუ დევიწრე, ჩემი თავის წარდგენა ხო იცი, ვერ რჩები 2 საათზე ნაკლებ ვადაში სიმონ და ახანა არ უნდა მივაწერო 4000 წლიანი მამაქალაქიდან. ვარსე იქან არ უნდა მივაწერო და ვითაღვაშერებელი ჯერ კიდე ბოუში იყო სიმონ, მადანა ფეხშველა რო დარბოდა, ბიჭო. თამარი რო ჩამოდიოდა, იქანა სტუმრად არ უნდა ვახსენო, მადანა სიმონ ბიკენტი არ უნდა ვახსენო, ილო ფოტოგრაფი. ლაღიძი არ უნდა ვახსენო, ბიჭო. თუ მე ვიდე 2 საათი სიმონ. წოუმატე სიმონ, მაშინ ახევარი საათი კიდე სიმონ. ჩუ ბიჭო, კარზე. ბიჭო, იტალიელები ვარ, ახლა დაწვასინე.
Pronto, Simon, pronto, ara, Simon, pronto, Simon. თამილადეიდა, აქ არა რა გინდა? შენ სარბენა თხარ ჩამოსული? თამილადეიდა, მე რამდენად უნდა მოვიგერიო ეს ქართველები, კაცო, მე რამდენად უნდა გატეხოთ ეს სახლი. იურიდიულზე არ სწავლობდი შენ, კაცო. რა ვიცი, შემეტენა საგნები, რა ვიცი. მე მოხუცულია, კაცო და მაგიტო ვარ, კაცო, სამუშაოდ ჩამოსული. თქვენ რა გინდათ ერთი გამაგებინეთ? არ ვიცოდი, აქ არა, შენი ბაითი და იგი თუ იყო და წავალ ჩვენ აქაურობას მოვაწესრიგეთ, დავტოვებთ ყველაფერს, საცხაი ვიღეთ და გავალთ, უცებ. ამ საფრთხე ვიღებ ქალბატონო სიმონ საჩუქრად ვიმა, პროსტა ვიწვალეთ ვიჭერმა რა, ამასე ვიღებ პროს. ეს ასე. საფრთხვალთ, კაცო, მე რა რო იტალიელების ოჯახში ხართ შემოსული. ჩვენ ესეთი პატივისცემა არ ვიზიღოთ, მოსვლა თქვენინება იყო, წასვლა ჩემი. ეხლა შევაპიწყინებ მე ქათამს დედალს შევწო, ხაჭაპურებს, ჭადი ყველი, ხომსას და აბა მიდით გადაიბარეთ ხელები და მიდი. იცაცხლეთ, ამილადეიდა. ბიჭო, რა მაგარი დეიდა ყოლია, სიმონ, ა? მაგარი შენძმობას მიცავარ, რა ქალია იმერა პატარა იმერეთი მოაწყვეტებს. მასალადეივა, აი გიოს, ახლა მე ვიცასიკო, თავად კაცების საროსკიდო. ისე რა არის, დღეს ვაფშე არა გვაქვს მუშაობა რა. გაჩედია თქვა რა, ბიჭო მიძება ხარ. გუში რა, გუში ნიკო. მარა დღეს დილით დარეკეს ხვალე ვიღაცა უცხოელი ქალები ყავთ სტუმრად ჩამოყვანილი. ხო. და 4 საათი აქ იქნებიან და მაგარი მუშაობა გვექნება. კაი ბიჭო, კაი რა მართლა რა 4 საათს ხო იცი რომ 4-ზე ვერ ვიქნებით. არ 5-ზე ვამთავრებ იმ დისტრიბუციაში მუშაობას და იქნება მე პირდაპირ უნდა მოვიდე. რა არის 4-1000 ჯერ მაგ ნათქვამი რომ არ მცალია მეორეგანაც მუშაობა. ბიჭო, არა უშავს, ბიჭო, მე რა მე ორთანას გავქაჩავ ჩვეულებრივად. ხო და მაშინ მე მეც მოვა. ხო და მოდი და მე წავ. ეგრევე ხართ, ეგრე კი. ბიჭო, მალხაზი სად არის, მალხაზი? რატო არ არის? ბიჭო, მალხაზი მდარეკა რა, ღვინო მაქო გადასაღები. მაგას ყინვემა თუ დაარტყავ, მე კაროჩე სულ გამიფუჭდებაო და კაცური დღეები აქვს მაგას ალბათ, ხო? ხო და რა 4-5 დღე ვაცადოთ რა ვერ. ხო, არ არის პრობლემა, მიხედავთ თავის საქმეებს და რა უნდა ხესო. კი ბატონო, ძმაო, რა პრობლემაა. არა, არავინ არ არის, კაცი შვილი არ არის, ბიჭო, რა ვინმე როგორ არ გამოჩნდა. ხო. კი, დამსი გაიწი. ხო. არ არის პრობლემა, კაცო, მოდით და არ არის პრობლემა. ბიჭები მყავს, ნაპერწკლები ცვივად, ბიჭები ისეთი მაგრები მყავს, აბა რა. არინანებთ. შემოგევლო ჩემთან, აბა რა რას ამბობ, რომელი გინდა ნებისმიერი ფორმისა და ბიჭები მყავს, წვერიანი გინდათ, ხუჭუჭა გინდათ, ცოტა ოდნავ მოფუტკუნებული გინდათ, გამხდარი გინდათ, პრობლემა არ არის. თქვენ თავარია მობრძანდით ჩვენთან, დიახ, ჩვენი დევიზია ისიამუნე და გვასიამუნე, დიახ. მოკლედ ხვალ მოდიან კრიმპოლის გოგოები. კაი რა კიდე ეგ. კრიმპოლის გოგოები არ ვიცი 100 ამუნეთ, რა ვიცი სალტო, მალტო, რა თითით ყველაფერი ჩაატარეთ. კარგი რა ხო ეხა მე მაგათ არ მოვემსახურებ. რატოვითო? თავი ეცაქვეს, ამორჩე მე გვირტყავენ და არ მინდა ეხა მე მაგათ მოვემსახურებობა რა. მოვემსახურო სხვა. შენ მომხედე შენ რაჭველო ფელიკო შენ. შენ ხო არ დაგავიდა წინწკილაზე რო იდექი და ასე რო შევოდი ხეს? კაცად რო გაქცია, ჩამოგიყვანი აქ და დაგაყენი აქ და ადამიანი გაგხადე, ჰა? თორე იდგებოდი ელიავაზე ისე დრელი რო ხონა წინ ჩარჭობილი და გამიყოლე. ჰა, დაგავიწყდა? ო არა. იცოდეთ, ადრე სხვა იყო, ეხლა სხვა არის. გასაგებია? ვისთვის ხართ კაცები რომ ქალებს 100 ამუნოთ? ხო რა. კაი, გავედი ახლა მე ვიღაცას ჯარისკაცის მამის პირები აუბურდია, მოვკლავ იმ პატრონოს, რომელმა აბურდა იქ რომ მეწყო ის ქისები. 100 ამუნოთ, ამას იმას. გამარჯობა. მოდი დეიდიკო, მოდი. აბა, შენი მე-18 დაბადების დღეა დეიდიკო დღეს. და ადეხელი რომელსაც გინდა არჩიე. მიდი. და არ მინდა გეხვეწები რა წამიყვანი, არ მინდა რა. რატო არ გინდა? უხერხულია და მაგიტო. გოგო. უხერხული არის გამოყვანილი კაბა რო გაცვია და ნაკეცები რო გეტყობა. აი ეგ არის უხერხული. თორემ ეს არის ტრადიცია. ხო და მიდი ეხა ნუ აჭიანურებ არჩიე ვინც გინდა. მიდი. ანა მომისმინე. ისე მოგეწონება რომ ყველა დაბადების დღეზე მომთხოვ წამოყვანას. მიდი ეხა არჩიე. ო კარგი რა ნახე რა სქები არის. აი გოგო. ბოდიში რა პირველად არის და არ იცის როგორ მოიქცეს. აიჭიე. მოიცა.
ბიჭი. გამარჯობა. შვილო. გამარჯობა. გამარჯობა. აბა რა შეგვიძლია? 57 ხინკალს ვჭამ ყუჭებიანად. ეგარ მაინტერესებს კაცო, საწოლში რა შეგიძლია? უიბოდიში, საწოლში რა ნებისმიერი რამ რასაც მაგალითად კლასიკური სამეფო მორალი. მორალი რა არის? მორალი აი პროცესის დროს თან ჭკუას ვარიგებ. ანა ეს კაი ვარიანტია შვილო. ჩვენ პროცესის დროს თან რაღაცა განათლებას გაიღრმავებ და ცოდნას შვილო. დეიდა ძალიან დიდია ეს. კარგი სირცხვილია გოგო. ისა თავარი ვინ არის თქვენი უფროსი აქ? რომ დაუძახოთ თუ შეიძლება. ისა დაუძახე მიდი. პაპაში. პაპაშა. რა ხდება რა არის? გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებათ. ისიამოვნე და ჩვენც გვასიამოვნე. აბა მაგისთვის ვარსებობ. გამარჯობა, დიახ, გისმენთ. აბა რით შემიძლია მოგემსახუროთ? მე არა უბრალოდ ბიჭები, აი აირჩიეთ რომელიც გნებავთ. რომელიც დიახ. კაი კოხტა ბიჭები არ ყავთ? კოხტა ბიჭები არა სულ ყველა, შეხედეთ. ესენი არიან კოხტა ბიჭები. კოხტა ბიჭები გვაქვს. არ მომწონს არც ერთი დეიდა გეხვეწა. აბა როგორი მომწონს? ჩამოყალიბდი ბოლო-ბოლო. ხანაირი რა. აი როგორი? გამხდარი პირველ რიგში. აი ისი რა არის, მაგრამ ესენი ხა ცოტა მოგვისუქთენ ესენი, იმიტომ რომ როცა ჩვენ თან არ მუშაობენ, თამადებათ მიდიან რესტორნებში. რესტორნებში თამადებად მუშაობენ, ხო და პარალელურად ხო შემოსავალი რა ქნან ეხლა. ხო, თორე მისე გამხდარი ბიჭებიც ყავს. ყავს ერთი გამხდარი ნამეტანი ირაკლი. იმერელი თხელი ბიჭია მოგეწონებათ. ხო, აი თხელი ბიჭი გვინდა. დაბალი გვაჭი ხო არ გინდათ? ყავს კიდე სქელი. შევერცხლი წოდი. არა. გამხდარი მაგივა. ირაკლი ირაკლი! ხო, აბა რა ვარ? აბა. აბატონო. აბა რით მეგემსახუროთ? რა უნდა თქვენ გაგალგოს? რა სიამოვნება? ისა, ირაკლი მიყო გითხარი. არ გვინდა ბიჭო ეს არ გინდა ძალიან ქუთაისური არა ანიმერული არ გინდა ჩაოლებრივად ეცადე რომ იმიტომ რომ მაგდროს აღნებულია და იმას ძალიან დიდი ბოდიში გასაგებ. შენ ამარჩიე ლამაზა? კი. კარგია. და თუ ამარჩიე აქ რატო ხარ? რატო არ წობი? ანუ რატო არ წობი? რა შვები? ანუ ხო ამარჩიე და არ წობი? ანუ დაწევი და მოგიწობი მეც გვერდში თუ გინდა. რაც არ გინდა ღმერთმა რომ მოგცე შემოდაია იქ ვიქნები მე რა დამიდე რა გითხარი მე ირაკლი არ გითხარი არ გვინდა ეთისა კარგი მე გავალ და დაბრუნდები დაგხოცავ ვიცოდეს უყველას დაგხოცავ და კასტი რა არის ხონები ბიჭო კეთო ეხა რა შენ ძალიან ჩუმად ხარ იცოდი რა გინდა დღეს შემოსატანი და გიცოდი 200 დოლარი არ მაინტერესებს მიუხედავ მათხოვრები ესე მოიცა მირეკავს ვინ არის ეს დიახ კი ოთახით თმება ჩვენთან კი შე აი გან არ გაცი ხმა და შიო გაიმასი და შენ აი გამარჯობა მოგზანდით ისიამონე გასიამონებენ აბა რით მოგემსახუროთ გოგონი აი აბა ცოტია შენ ლამაზო მოდი აქ მოდი აბა დედიკოსთან მოდი მოდი მიგერიდები რა აი ბიჭი ხარ იცი მადლობა ხო და მოდი სანამ საქმე შეუდგებოდით აბა ერთი მომიყევი რა ესეთი კაი ბიჭი რატო გაბოდი აბა ძალიან რთული ცხოვრება გამოვიარე ძალიან იყო დრო ერთი გოგო მიყვარდა როგორ მართლა მიყვარდა და ურთიერთობა მომთხოვა ხორცელამდე რისი სასტიკი წინააღმდეგიც ვიყავი მე დამათრო და მაინც შემაცდი ხო და მე ესეთი მამა ჩემს ვერ დავენახებოდი ვერ მივიდოდი და ამიტომ გადავწყვიტე სახლიდან წამოსვლა და მოვედი აქ და იმის მერე აქ ავარ ეს არის ჩემი სახლი ხედავ შენ არა ფერისტებით გავისო რა ეს ქვეყანა რა ყველას არ უნდა ენდო ჩემო ლამაზო იცი გვიან მივხვდი სამწუხაროდ იცი ეხა შენ ისტორიაზე რაღაცა პატარა ლექსი გამახსენდა და მინდა რომ გითხრა რა და წაგიკითხო რა აი მოდი აი
ვეღარ გამიგია ძულ ხარ თუ მიყვარ ხარ ისე შემერია გესლი შენ ხარ ნაყოფი ედემისა ბაღის ოღონდ ვაშლი არა ნესვი ჩემი ღიპიანი 64-ის ჩიტი ხარ მე კი ვარ დემონის ზეცის იმერული კეჟერაფა ხალი ხარ შენ კი სოკო ხარ კეცის წეგან ჩამიკარი ლამაზი თვალი და ლამის ჩავიფერ ფლეშენში სასწრაფოდ ოთახში გაგიყვან ახლა და უნდა შემომაგდანე ხელში დავედი აბა შენ იცი რა აი ზოგს რა ბედი აქვს ბიჭო რა აი ამას მაგარი ბედი აქვს ძმაო რა ვიცი რა გამოძახება მაინც შემოვიდოდეს რამე რომ ჩვენ აღარ შემიძლია შანსია მე გამოძახებაზე აღარ წავალ ძმაო რატო ბიჭო რა გინდა რა სირჩი გამოძახებას ერთ ქალთან ვიყავი გამოძახებაზე რა თავის საქმეს რომ მორჩა მე ვონკანიდან წყალი ჟონავსო ეგ რო გამიკეთო ის გავაკეთე შტეფცელი რო შემიცვალო ეგ შეუცვალე რაღაც მეტლახი მაჩვენა ამოტეხილი იყო ის გავუკეთე და მე გადახტაზე რომ მივიდა საქმე ხელი ხო არ მოვაწეროთო ძმაო არ მინდა რა ამ ქართველ ქალებთან გამოძახებაზე რა ამ კაც გინდოდეს და ქმრობას გაძალებდნენ ეგრე მე არ მინდა რა მე ჩემი საქმე მაქვს და მიყვარს ეს საქმე და ვაკეთებ ახლა ხო და არა უშავს ახლა ხანდახან უნდა გაურიცხო გამოძახებაზეც უნდა წახვე ყველა ეგეთი ხო არ არის კაცო რა ვქნა მე არ შემიძლია არ მინდა მე საერთოდ აღარ შემოვლი მაგრამ აღარ მოვისახურები გამარჯვება რა ბიჭო რა სექსა თამაშო გამოიყენა შენზე ხო შენზე გამოიყენა სექსა თამაშო აი და გამანებოს თავი მე საერთოდ არ მივან მეთქი არ მაინტერესებს კარგი რა კარგით რა ხო დიდი მადლობა მოგზანებისათვის ეგენი ესეთი მინდა არაფერი არ მინდა ალივიედროს თოჯი აი ბიჭო შენ აი კლიენტი არის ამ მოხდა ბიჭო და ნახავდით უკაი კარგი რა დაწყნადი რა ხოჩა ხო შეძლებია ხოჩა რა ესე თორე მიდეგით მოდეგით კაცო გადასახადი მაქვს კირა და ერთი ამბავი ვერ გავიგე უი მოგწადით ხოლე სად გავჩერდით ლამაზო აქ გავჩერდით ჩვენ აქ ვიყავით ყველა და ამ აქ გავჩერდით აქვე ვიყავით ჩვენ ყველა დიახ რა გნებავთ რა არა ვინ მაშინ ვი არა მოდი ფასები მითხარი გამახსენებ ფასები გვაქვს 200 ლარი ღირს ეს გამხდები და 150 და ჩასუქებული ჩაბუტყუნებულები 150 ლარში ხო 150 ლარში და თქვენთან რა ღირს დროის გატარება არა ჩემთან არა იცი მე უკვე შევეში მე აი ახალგაზრდობა იყო არა მაგას დავალები თავი არა იცი დღეს რაღაცნაირად დამაკაცების ხასიათზე ვარ დაბალი ხوار გინდა შემოგთავაზოთ ცოტა შევერცხლწორიანი ხوار გინდა არა მე თქვენთან მაქვს ურთიერთობა და თქვენ გელაპარაკებით მე დამაკაცების ხასიათზე ვარ $1000 ვიხდი $1000 იხდით $1000 ის ბიჭებო ერთი წუთი დაგტოვეთ რა ისა ქვია საწოს ფეხი აქვს შესაკეთებელი და იქ შეაკეთოთ აბა ესა ყველაფერი მე უნდა შევაკეთო კარგი ლამაზო $1000 ვიხდი და შენი საფირმო პროგრამა მინდა ეხლა ერთი წუთი პლასტინკას დავდებ დირექტორის მოყვარული თანამშრომლები. საათი არის ირაკლი გეხვეწები რა ბიჭო ესეთი უპასუხისმგებლობა რა ვიცი 10 საათი ხდება და არავინ არ არის რა. აუ კაი ნუ ნერვიულობ ქიოც. დაბადების დღე მაქვს რანაირად არ ვინერვიულობ. დაპატიჟე ყველა მოვა დარწმუნებული ვარ, სხვა არ ინერვიულობ. რა ვინც დავპატიჟე კაცო? აბა? თანამშრომლებზე კი არ ნერვიულობ. ჩვენი უფროსი მაინტერესებს თუ მოვა ეგ არის მთავარი თუ არა. თანამშრომლები თუ არ მოვლიან არა უჭა. აი ფეხის ხვარი მოდის ბატონი მალხაზი მოდის აბა. გამარჯობა. იც მალხაზი მეგონა. გილოცო. შემოძნაო. გაიხარე. ეს შენ ჩემგან. შემოგიარე. ეს რა თვითონ ვი მოსაწევს არ ვეწევი ხო ვიცი. კაი არა პრობლემაა. გილოცო მრავალს დაესწარი ჩემი საყვარელი. გიო მამის მინა.
თელიქზე ვფიქრობდი, არ ვიცოდი შენთვის რამე ჩუქებინა და მე ტაქსმა მითხრა რომ მოვედი თუ ადგილზეო და ვერაფერს ყიდვა ვერ მოვახერხე. მაგრამ პირდები ისე არ დაგტოვებ, აი ამ დღეებში აუცილებლად რაღაცას გაჩვენე. რა ვიცი, რამე ხალხი დაუპატიჟე. ბიჭო, დირექტორი არ დაგიპატიჟებია. უი, ხო. რას ქვია, არ დამიპატიჟებია კი არა, ეგ დაუპატიჟე პირველი, ბიჭო, რომ იქნება მეთქი ან დამაწინაუროს. მინიმუმ ხელფასი მაინც მომიმატოს თქო, მაგრამ ტიპი არ მოვიდა რა. კაი, ბიჭო, ვინ უნდა მოგიმატოს ხელფასი, შეჩემა პოჭია იმენა. პოჭია, წუწურაკი მეუნერი არ ვიცოდე მაინც რა. ზუსტად, ძმაო, ტიპი ისეთი წუწურაკია, სამსახურში ყავა და შაქარი გახა და ფასიანი რომ დამატებით შემოსავალი კონდეს. ტიპი წუწურაკია, მაგრამ მე საერთოდ რა გავიგე? ხშირელი ადამიანი. ეხლა გაგაგიჟებთ. მოკლედ გავიგე რომ თურმე სახლში საერთოდ არ მიდის, ან თუ მიდის მარტო 10 წუთით მიდის, რომ ამ ცოლმა ფული არ თხოვოს არაფერს საერთოდ. რა ხელფასის მომატებაზე მოყოლიბად გამიკვირდა. მე ღმერთო კი არა და დირექტორო რა. ძალიან კარგია რომ მოხვედი. აი ზუსტად ეხლა მომდი რა კარგი უფრო. ბატონო მალხაზ მომძანით. კარგით ბიჭო. მე ვამბობდი რომ კარგი უფროსი გყავს თქო. ამათ ხო უბრალოდ რა უფროსი გყავს და მე დავამატე რომ კარგი ბრძანდები თქვენ თვითონ. ფანტასტიკური. დაჯექი ირაკლი არ უნდა ხა ზედმეტი პირნერობა. ბატონო მალხაზ დავბრძანდით. ჩამოსიერთვით თავი როგორც სახლში ისე იგრძენით. ვაჟა გილოცავ დაბადების დღეს. გიორგი. გიორგი ხო, სრულიად. გაიხარეთ, მადლობა ძალიან. ბოდიში რო ასე ხელსარიელი მოვედი, მაგრამ დილით ხო გაგიკეთე საჩუქარი? ხო გაგინე? ხო შევაგინე, კაცო, დილით? ხო, მეც იქ ვიყავი. შენ შეგაგინე? არა, მე არა. არ არის საჭირო საჩუქარი ბატონო მალხაზ, უბრალოდ თქვენ ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი თქვენ გამიგეთეთ ეხლა სიმართლე რომ ძვირადღირებული რა გაგიკეთე? თქვენი თავი ბატონო მალხაზ. თქვენზე მდიდარი ეხლა აქ სუფრაზე არავინ არ არის და თქვენ ერთის ყოფნა სრულიად გადაფარავს აი ამ ბაღლინჯოების აქ ყოფნას. კარგი ბიჭი ხარ სამი. გიორგი, მოდი აქ. გიორგი, მოდი აქ. ეხლა ვართ ბაღლინჯოები, ჩვენ ვერ გავიგე, დირექტორი რომ მოვიდა? როგორ ლაპარაკია ეს? თქვენ სულ ბაღლინჯოები იყავით. უბრალოდ ეხლა დადგა ის მომენტი რომ მე თქვა ხმამაღლა. აბა გახურდა კეიფი? იქ უხა თავადამ. მოდი მეგობრებო შევასრულოთ სასმისები და მეთქი სადღეზე მინდა ვთქვა ჩვენ ახლა დღეს გიორგის იუბილეზე მოვედით ხო და გიო მე მინდა გისურვო ჯანმრთელობა როგორც ბატონი მალხაზია მე მინდა გისურვო ბედნიერება როგორც ბატონი მალხაზია წისვლა მინდა გისურვო როგორც ბატონი მალხაზია რაც მე ვერ დაგლოცო ბატონმა მალხაზმა დაგლოცო. მოდი მეგობრებო, ჩვენს იუბილარს დირექტორი უდღეგზეო. კი, გავმარჯოთ, შენ დირექტორი. გავმარჯოთ. კაცი კაცხლა, კარგად ყოფნა ბატონო მალხაზ. გიმარჯოთ. ეგრევე მეორე საფეხბურთო მინდა შემოთავაზო მეგობრებო. მე მინდა და პატარების საფეხბურთო, ჩვენი პატარების საფეხბურთო დამელია, მაგრამ რახან ბატონი მალხაზი მოვიდა, მე მინდა ბატონ მალხაზ გაუმარჯოს. ვაჟა. ბექა. ხო, ბექა. თქვი პატარების ადგილზე რო კაცო, პატარები ხო ჩვენი საზრუნავი არის ძირითადი. ხო, მე ჩემ პატარებზე რო ზრუნავ, მაგითო გოცავ თქვენ ბატონო მალხაზ, თქვენ გაგიმარჯოთ. მე როგორ მიყვარხარ ბატონო მალხაზ თქვენ წარმოიდგინეთ რა. აი შემიძლია მოვიდე და გაკოცო, ეხა თუ ნებას მომწევთ. კი ბატონო. ჩემ საფეხბურთოს არ ამბობ. მაცადე ცოტა ხანი რა, ცოტა შეხურდეს, და უნდა შეხურდეს ბიჭო. ჩემი დაბადების დღეა და ჩემ საფეხბურთოს როდის იტყვი. შარზე ხარ, რა გინდა, ეხა მაცადე უნდა დავიდე. შარი, ნახტუაშია, ბიჭო, დაბადების დღე მაქვს და მინდა რომ ჩემი საფეხბურთო შენი დაბადების დღე ჩემი კარიერული წინსვლის დღეა და მაცადე და შეიძლება ყოველდღე გადაგიხადო ეგ დაბადების დღე რა. ბიჭო, დაბადების დღე მინდა რომ მომილოცო, რა გინდა, ვერ გავიგე. ბიჭო, რატომენი გაბურხებო დაბადების დღე რა? შენ ბიჭო, რა გინდა, ეხლა ვერ გავიგე. მეგობრებო, დამშვიდით, სასიხარულო ინფორმაცია უნდა მოგახსენოთ. დიახ. მოკლედ, გადავწყვიტე ჩვენ სამსახურში ერთი ადამიანი დავაწინაურე. ვაიმე. დიახ. ადამიანი რომელიც არის შრომის მოყარე. ჩემზე ამბობს. ჩემი დაბადების დღე. პასუხისმგებლიანი. გამრჯე. ღმერთო, თუ ეს მე ვარ მანიშნე რა, მე გამრჯე. და რომელიც არის ყველაზე დაუგზარელი ადამიანი. დიახ. ეს არის ჩემი ძმა, შალვა. და ხვალ მიდით და მიულოცეთ ჩემ ძმას. თქვენი ძმა შალვა? კი. გაგეხარდათ ხო? ძალიან გაგეხარდათ. რა შალვას მოლოცეთ. როგორი კარგი ძმა. კი,
ბატონო მალხას ბუდიში რომ ამას გეკითხებით მაგრამ თქვენ ოჯახში წარსულები ყავთ? არა, ყველა სახეზე ვართ. მაშინ წარსულების სადღეგრძელოს გადავახდეთ და მე მინდა ერთი აუცილებელი სადღეგრძელო დავლიო. იმიტომ რომ ერთადერთია ჩვენ სუფრაზე და ყველა მამაკაცმა უნდა მივირთვათ ეს სადღეგრძელო აუცილებლად. ბეხზე დამოვუდგეთ. მაღლა წაში ერთი არწივი დაფრინავდა. მას კლანჭებით ლამაზი მარგალიტებით აკინძული მძივი გადაჰქონდა. უცებ ეს მძივი გაწყდა და ეს ლამაზი მარგალიტები სულ ძირს დაეყარა. მარგალიტებს არ ვიცი რა ბედი ეწია, მაგრამ არწივმა იფრინა ჩვენთან შემოფრინდა და აი აქ სუფრის თავზე ზის ჩვენი მეფე, ჩვენი არწივი, ბატონი, დირექტორი მინდა ვაღეგზელო, ასე გახსოვებული ვიყავი ყოველთვის ჩვენი მალხას. კარგი მართლა. კარგი ბიჭი ხარ აკაკი. ბეკა. ხო, ბეკა. ბატონო. აუ თქვენ გენაცვალეთ. მოკლედ მეგობრებო, ერთი სადღეგრძელო მეც მინდა რომ თქვა, თუ შეიძლება. ჭიკა შეუზე. ჭიკა მიეცი მამაშენს, კაცო ყანწი სად არის? ერთი ძოდი ყანწი რა თმიქვია? პიალა მოიტანე. პიალა ჭინის რა ქვია? არა, ეს ჭინჭილა ჯობია მე მგონი. ერთი წამი. ჩემი დანდალიეთ ბატონო მალხას. სასება. იყოს არ მინდა ჭიქით ვიტყვი. მამუკა, ძალიან კარგი ხარ, მაგრამ ჭიქით ვიტყვი. მე მესმის ახლა აქ რაც ხდება, ძალიან უხერხულში ვარ მართალი გითხრათ, იმიტომ რომ დღეს ჩემი ნუგზარის დაბადების დღეა და მე რომ გიორგი. ხო, გიორგი. რო ადრიგძელებთ, მე მადრიგძელებთ, მე უხერხულად ვარ, მაგრამ მესმის ეს ყველაფერი მე წარმატებას რომ იცოდეთ მეგობრებო, ჩემით მივახცე, ჩემი თავდაუზოგავი შრომით. ნუ თავდაუზოგავი რა, ნიჭიერი ვარ და მე მინდა მე გამიმარჯოს. თქვენ გაგიმარჯოთ, ბატონო მალხას. გაგიმარჯო. შეიძლება რომ გაკოცოთ რაღაცა. რა ვიცი, როგორც გინდა. გაგიმარჯოთ. აუ თქვენ ბოდიში. მოდი ტორტი ჩავაქროთ. ეხლა ჩვენს იუბილეს ტორტი ჩავაქრობთ, ხო? აბა, მოემზადე. მომეცი. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე წარმატებული უფროსი რო ყავს ჩვეულებრივი გიორგის დაბადების დღეა. გილაცა მადლობა, გაიხარე. აბა დაიჭერი ანი ტორტი. კი, ყველაფერი. მიხარია ლექსო შენი ამბავი, გენაცვალე. იყოს ლექსო. კი ბატონო, ბოდიშით მე საპირფარეშოში გავალ და მოვალე. ბატონო მალხას, მეც რო წამოვიდე ხო შეიძლება? კი, მოდი, კი ბატონო, არა, თუ გინდა წამოდი. არა, მე არ მინდა, მაგრამ თქვენ თუ გესიამონება თუ იზამ ბატონო მალხას, პრობლემა არ არის. მე ერთი წამით უღრიგო გადავიდიხარ, შემოწმობ ჯერ სტაჟიერი თანამშრომლები, მე გამოვყვებით ბატონო მალხას არ არის პრობლემა. დაბადების დღე მაქვს, მე მგონი მე და მე გავყვები ბატონ მალხას საპირფარეშოში. არა, ბატონო მალხას, მე საპირფარეშოში არ ვიცი, მაგრამ ცოლად გამოვყვებით. ხალხო, არავის გაყოლა არ მინდა, გავარ საპირფარეშოში და მოვა. უბრალოდ კალთან დაგელოდებით. არ არის